მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ დიდი სიყვარულით. მოკლედ ძალიან მალე განვაახლებ დიზაინსაც აუცილებლად. უბრალოდ ჯერ მართლა ვერ მომიცალე ფიზიკურად, გადარბენებში ვარ, მაგრამ აქ პირდებით მალე განვაახლებ, ასე ვთქვათ, დიზაინს, ნივთებსაც კიდევ დავამატებ შეკვეთილი მაქვს, ასე ვთქვათ და როგორც კი ჩამომივა უკვე განახლებას მივცე, მოკლედ და ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში ვიწყებ მადლობით, საოცარი მადლობით და განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს. მე ამის გარეშე აი თუ არ გამომრჩათ ხოლმე მე ვიდეოს არ ვიწყებ. საოცარი მადლობა ემიგრანტებს, ყველას თითოეული მადლობა. მე ზუსტად ვიცი, ხელა გზაზე წასულები, რას გადიხართ, რას გრძნობთ თითოეული ფოთლის სუნიც რო გენატრებათ და თითოეული აი თუნდაც სახელურს, სადარბაზოში შემავალ სახელურს, სახლის სახელურსაც, ხო, თუნდაც სადარბაზოში შემავალ ისიც რო გენატრებათ, რომ იმასაც ხელი მოკიდოთ. ამიტომ ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასებო, მე თქვენი ძალიან კარგად მისმის, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეწავა ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია, რომ აქაც აიწყობით და ასე ვთქვათ, დაუბრუნდებით თქვენს ქვეყანას, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, არ ხდება ჯერ საქმე საიმისოდ არ არის, რომ თლად ასე, აი, გადავარდა დასტა, თლად ასე მოგეწყოთ ხელი და ჩამოხვიდეთ, ხო? ამიტომ, მაგრამ რაც შემიძლია, მე მაქსიმალურად თქვენ გვერდში ვდგავარ, რაც შემიძლია, მე მაქსიმალურად ყველანაირად გავიგებ თქვენსას და ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ. საოცრებები ხართ და ადამიანები, რომლებიც ამ ხელა გზაზე და არავინ არ გაბოროტებულა. პირიქით, მე ვფიქრობ, აქ ვინც დარჩა, აქ უფრო რთული სიტუაცია, ვიდრე მანდ ჩემო ძვირფასებო. და მოკლედ, ჩემო კარგებო, ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით მოსწავლეები უკვე დამატებულები არიან, ორშაბათიდან ვიწყებთ და ამიტომ რაც შეიძლება მალე მოიწერეთ, იმიტომ რომ მე აღარ მგონია ივნისში ვინმე დავამატო. არ ვიცი, აი დავამატებ თუ არა, შეიძლება 1 ან 2, იმიტომ რომ მეც მერე უკვე შობულება რომ ექნება, უნდა წავიდე, დავისვენო, ხო? და ყოველ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ყველა ადამიანები ვართ, ხო? ყველას გვინდა, ასე ვთქვათ, დასვენება, წასვლა. ამიტომ პასუხისმგებლობას რო ვიღებ კიდე რო დავიწყებ, თუ არ დავამთავრე, არსად არ წავალ. თან შიგადაშიგ შეიძლება 2-2, 3-3 დღე გავიდე ხოლმე, უკვე კაი, ასე ვთქვათ, მაისიდან ვიცი ხოლმე. 2 დღე ვისვენებ თუ 3 დღე რო გავიდე, ამიტომ მოსწავლე რო ავიყვანო და მოსწავლეები შესაბამისად დავამატო უფრო სწორედ და ხო, მაშინ პასუხისმგებლობა ისეთია, რომ აი ესე ჩემ გემოზე ვეღარ მივდივარ ხოლმე. ამიტომ ჩემო კარგებო, ეს მაისი უნდა დავიტვირთოთ, ვისაც გვინდა სწავლა ბარემ, რომ ივნისიდან ნამდვილად ვერ დაგპირდებით, მეც ადამიანი ვარ, ხან აუზზე გავალ, ხან ქალაქგარეთ გავალ, მერეშვებულები ზღვაზე და ასე შემდეგ. ამიტომ რომ ძალიან გადამწვარი ვარ, მეც თქვენთან ერთად. მოკლედ დავაჩქაროთ, ვისაც გვინდა. ასევე წმენდებით, ჩემო ძვირფასებო, მაისში მით უმეტეს სავსე მთვარეობა დაიწყო და აი იდეალური პერიოდია წმენდებისთვის, აი იდეალური. სიმართლე გითხრათ, ბევრს ვერ დავამატებ, იმიტომ რომ დღეს უკვე დავამატე კიდე რამდენიმე ადამიანი, ამიტომ ამაზეც რაც შეიძლება სწრაფად მომწერეთ. 599772726 WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი, ვიდეოებს სამწუხაროდ TikTok-ზე ყოველდღიურად ვერ გიტვირთავთ, არ მაქვს მაგისტრო, რომ ძინავს, მაშინაც ვმუშაობ და ახლოებით და ესეთი რეჟიმი მაქვს. 3 საათი არ მძინავს ღამეში, ამიტომ რასაც YouTube-ზე ვტვირთავ და ხო, იმას ვტვირთავ TikTok-ზეც. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი ვიდეო ასეთი და დიდი ხანია სხვათა შორის არ ჩაგვიწერია ვენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს და აი ხა ვფიქრობ რომელ დასტაზე გავშალოთ ვენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს და მგონი რომ გრძნობების დასტა ყველას ჯობია, ხო? თუ რაიმე კითხვა გამიჩნდა რაიდერით აუცილებლად დავაზუსტებ და დღეს მოკლედ არც რაღაცნაირად ეს ბოლო პერიოდი აღარც ბეჭდები მიკეთია არაფერი. ეხლა სამეჯურებით ორ სამეჯურების სულ მიკეთია. ხო, წეგან საუბრობდი ზუსტად მაგასთან დაკავშირებით და ვისაც
ვუკეთებ, ანუ ვიზეც მუშაობთ ეს მესამე პირის დაბლოკობით შეხები, ასევე წმენდები, ხო, ნეგატივის მოხსნა და ზოგადად მაგიის მოხსნა, ზუსტად მათ მეუნეოდით და თქვენს გირჩევთ. ატარეთ მაქსიმალურად სამეჯურები, ატარეთ ბეჭდები, ატარეთ საყურები, ვიცი არ გიყვართ, მეც არ მიყვარს, მაგრამ როდესაც დაცვა არ გვაქვს, ჯერ ის მაინც არ გვიცავს, მაგრამ მცირედით მაინც, ამიტომ ეცადეთ ხოლმე, რომ სულ რაღაცა გვეკეთოს, ხო, ჩემო ძვირფასებო, ხელზე და ყურზეც და რა ვიცი, მამაკაცებს კიდე სამეჯურები, ვეცადოთ ხოლმე, შეიძლება არ გიყვარდეთ, მაგრამ ეცადეთ, რომ საათთან ერთად სამეჯურიც გეკეთოთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო და ნახოთ, ვის ეხება დღევანდელი სიტუაცია. რა თქმა უნდა, აქ კონკრეტულად ეხლა ვენატრები თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს აქ არის კი ბატონო შეიძლება ეხლა ყოველდღე რო ხვდებით ერთმანეთს და ვნახულობთ და ურთიერთობაში ვართ, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა კი, ესეც არის მონატრება ყოფილა, ხო? შემთხვევა ყოფილა კი რა არის ხშირია პირიქით. ურთიერთობაში რო ვართ, მე რომ მოვდივართ, მე უფრო მეტად გვენეტრება, მაგრამ ძირითადად მაინც ვფიქრობ, რომ ეს გაშლა არის იმ ადამიანებზე, ვისთანაც დროებითი პაუზა, ვიღაცამ პაუზა აიღო, ვიღაცამ შეისვენა და ნახოთ ვის ეხება ეს სიტუაცია. შემდგომ, რატომ იხვედით ამ სიტუაციამდე? აი, რამ გამოიწვია, ვის ეხება, რატომ მივედით ამ სიტუაციამდე? შემდგომ, ენატრებით თუ არა ამ ადამიანს და რჩევის სახით რას გეტყვით? ნათელმხილველის ტარო, ნახოთ. გიждები ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დასტა და ვის ეხება ეს სიტუაცია. დაიწყო მეგობრობით, დაიწყო სიტუაციებით, როგორც ჩანს აქ დაიწყო სექსუალური ურთიერთობებით, აი ჯერო სექსუალური ურთიერთობა რო იწყება და მერე რომ მოდის ზოგისთვის კი ბატონო ვისთანაც არ არის სექსუალური ურთიერთობა და ჯერ ისევ მეგობრობით დაიწყო და გადაიზარდა რაღაცა სიტუაციებში, სამწუხაროდ ურთიერთობა რომელიც ძალიან გვახარებდა, ურთიერთობა რომელიც ყოველ წუთას კონტაქტზე იყო, ურთიერთობა რომელიც მშვენივრად ბალანსირებულად მიმდინარეობდა, თან მეგობრობა, თან სიყვარულები, გულები, რაღაცა ეს ემოციები და აი ბედნიერების მე-10 თუ მე-9 ცაზე ვიყავით, გადავიდა აი როგორ ტრანსფორმაციაში, მე-13 მაღალი არკანით, სიტუაცია, ტრანსფორმაცია, მდგომარეობა, როდესაც ადამიანები კიდე მეტად ვიზრდებით და ვიაზრებთ. ოღონდ გაზრდა და გააზრება აქ სხვა რამეში მდგომარეობს, აქ სიტუაცია მორგებულია იმაზე, რომ რაღაცა გააცნობიერა ამ მამაკაცმა, ქალბატონები ვინც მიყურებთ, მოირგეთ თქვენთვის, მამაკაცები ვინც მიყურებთ თქვენთვის, ხო? გააცნობიერა მამაკაცმა, როგორც ჩანს და ან ქალბატონმა, რომ რაღაცა ისეთ სიტუაციაში შევიდა, რაღაცა ისეთ ჩიხში შევიდა, რომ პირიქით ვეღარ განებებდათ თავს. შეხედეთ რა მოხდა? ეხლა გეტყვით რა მოხდა. არ ვიცი, არ გამოურიცხავ, რომ ურთიერთობა ეხებოდეს სტაბილურ როგორ ან გაშორებულ სიტუაციას, ხო? ქმარს გაშორებულ ან პირიქით ცოლს გაშორებულს, როდესაც ჯერ არ გვინდა და არ ვართ მზად არაფრისთვის, უბრალოდ მოგწონს ეს ესეთი რაღაცა სიყვარულო მდგომარეობები და სიტუაციები, ვითომ მეგობრობაში, ვითომ სექსუალურ კონტექსტში, მაგრამ სამწუხაროდ გავიაზრეთ ის, რომ ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვძლებდით და ბოლო ეტაპი მივიდა იქამდე, რომ ერთ-ერთს უნდა ჩაეხურა და ერთ-ერთი უნდა წასულიყო ურთიერთობიდან. ოღონდ ეს არ გეგონოთ, რომ ურთიერთობიდან წასვლა. არა, ეს არის ტრანსფორმაცია, ეხლა ადამიანი ფიქრის პროცესში, ეხლა ადამიანი გაანალიზების პროცესში და პიროვნება, იცით როგორ პროცესში, კი ბატონო, აქ ეხლა ამ დასტის რა ქვია, მე-13 მაღალი არკანი ტრანსფორმაცია, ნახეთ, აქ ზე მაინც სინათლე არის, მიხვდით, სინათლის წერტილი არის და აქ მაინც სიტუაციები შეიძლება და მე ვფიქრობ, რომ უკეთესობისკენ წავა. მაგრამ რა თქმა უნდა არის დასტები, რომელთაც სიკვდილის არკანი, მე-13 მაღალი არკანი, იქ აბსოლუტურად ტრანსფორმაციაში სრულდება ურთიერთობა. აქ არა, აქ რაღაცას აქ გზა, აქ რაღაცა სიტუაცია შეიძლება. აქ აუცილებლად გამოინათებს, უბრალოდ რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ძალიან დადებითი მდგომარეობა გადავიდა უცბად. აი, თვალსა და ხელშუა რაღაცა ჩაიკეტა, ვიღაცა ჩაიკეტა, მიიხურა კარები და გაცკრონებული ურთიერთობიდან გადავიდა ტრანსფორმაციაში. კარგით და
რა ხდება ამ ადამიანისგან და ეს ურთიერთობა პირდაპირ გეუბნებით, ეს არ არის დამთავრებული. ჩვეულებრივი იმპერატრიცა იყავით და ხართ მისთვის და იქნებით. უბრალოდ კიდევ მორბი იმიტომ ვთქვი თავიდანვე, რომ ზოგი ქმართან გაშორებული, ზოგი პირიქით ცოლთან გაშორებული, ერთ-ერთი სტაბილურ ურთიერთობაში ყოფილი მყოფი, და რომელიღაცა ცოლო ან პირიქით ის გასათხოვარი გოგო და ის ცოლ განაშვება, რაღაც ხო ხდებით საპირისპირო სიტუაცია და რაღაცამ შეაშინა ადამიანი, რაღაცამ უკანდახია ადამიანი, შფოთვებმა, შიშებმა, იმან რომ მიეჯაჭებოდა, მაგრამ სამწუხაროდ აზრი აღარ აქვს, სამწუხაროდ კი არა, საბედნიეროდ მე ვფიქრობ, ძალიანაც კარგი რომ მოგეჯაჭოთ, ძალიანაც კარგი რომ თქვენს გარეშე ვერძლებს, მაგრამ სამწუხაროდ ვარსკვლავის არკანით ეხლა ურთიერთობა არის შორს, ეხლა ურთიერთობა აღარ არის, ჯერჯერობით შეჩერებულია ჩემო ძვირფასებო, ვუყურებთ დაპაუზებულ ურთიერთობას, ეს არ არის დასრულებული, არის ნერვიულოთ, რა თქმა უნდა, ხა ეს არის საჯარო, ხო, პირადში საერთოდ სხვა, რო ჩავშლის საერთოდ სხვანაირად ვნახავ. ამიტომ ჩემო კარგებო, ეს მიჯაჭვულობა თან საოცარი სიმპათიური მიჯაჭვულობა, ხო, ნათელმხილველი დასტის გიჟდები. იმპერატრიცა ხართ ჩემო ძვირფასებო ამ მამაკაცისთვის, ესე მარტივად თავს არ დაგანებებთ, მამაკაცებო საპირისპიროდ მოირგეთ, მამაკაცებს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ იმატებენ და იმატებენ მამაკაცები ჩემთან კონსულტაციებით ზედაწმენდებზეც, იმიტომ რომ და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ სამყაროს და რეალობას სწორად უყურებენ, ამიტომ თქვენ განსაკუთრებული მადლობა მამაკაცებო, ჩემო ძვირფასებო და მოკლედ სიტუაცია რაც ხდება, კი ბატონო და რა შეიძლება მოველოდოთ აი ამ მდგომარეობიდან, ეს ესე მარტივად არ მოგეშვებათ, ეს ესე მარტივად აი ამ მიჯაჭვულობიდან არ გამოვა, პირიქით ეს მიჯაჭვულობა, ეს ხო არის რომ ზოგჯერ გულთქონს რომ მხოლოდ სექსუალური მიჯაჭვულობა, არა, რადგან იმპერატრიცა ხართ მისთვის, ესე იგი აქ რაღაცა კიდე უკეთესი დადებითია, კიდე უკეთესი იმედები უნდა გქონდეთ და კიდე რაღაცა სხვა მოლოდინები, უბრალოდ ვაცადოთ ადამიანმა აიღო პაუზა, დაველოდოთ, რა თქმა უნდა ძნელია, აი 100 კი არა, 1000%-ით მესმის თქვენი ჩემო კარგებო, მოლოდინის რეჟიმში ყოფნა რა რთულია, ამიტომ მე ისეთ რამეს არ გეუბნებით, რაც მე არ გამივლია, მიხვდით, გამივლია ხშირად და ბევრჯერ ყოფილვარ მე მსგავს მდგომარეობაში, მაგრამ ზუსტად ამიტომ ვსაუბრობ ამდენ, ზუსტად ამიტომ გეუბნებით ჩემი ცხოვრების მაგალითებიდან გამომდინარე, რომ თქვენ იგივე შეცდომები არ გაიმეოროთ და იგივე სიტუაციები ვაცადოთ, ადამიანს ძალიან ძნელია, მაგრამ ტვინს ნუ გაუბურღავთ და მოკლედ ამ ხელს ვასწორე ბორითი მონეტების ხელ და ვერ გავასწორე და ვაცადოთ ტვინს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტვინს ნუ გაუბურღავთ, ხო? ვაცადოთ ცოტა ხანი, რომ სიტუაციიდან ადამიანი გამოვიდეს, გაიაზროს სად არის. ნახეთ, ვერ გაიაზრა სად არის. მიუხედავად იმისა, მე აქ არ გამოვრიცხავ ასაკობრივი სხვაობაც არის, ან პატარა თქვენზე, ან პირიქით თქვენ ხართ პატარა მასე, ყოველ შემთხვევაში, რადგან ტრანსფორმაციას გადის, ეს ფიქრის პროცესია. ეს სიტუაციურად როგორ არის იცით მორგებული, მონატრება აქვს, ძალიან ენატრებით, იმ დროს ვერც დაივიწყებს, არც აპირებს რომ დაივიწყოს, იმიტომ რომ მოჯაჭვულობით ადამიანი ჯერ ისევ თქვენთან არის, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა ემოციით მიიღეთ, თქვენ რა თქმა უნდა გონიათ რომ ყველაფერი დამთავრდა და აღარაფერი გამოსწორდება ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ იდეალურად ეწყობით, როგორც მეგობრულად, ასევე სექსუალურად, სექსუალურ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ამაზე ნუ ვიდავებთ, სექსუალური კუთხე, ხო? და შესაბამისად, ჩემო ძვირფასებო, აქ მე რასაც ვხედავ, ადამიანისთვის, რადგან თქვენ იმპერატრიცა ხართ, ესე მარტივად არ დაამთავრებთ, პირიქით, აქ კიდე უფრო მეტსელოდეთ, უბრალოდ ცოტა ხანი დაპაუზებულია, ვნახოთ რა იქნება. ვერ მოითმეს ეს ადამიანი, აი თქვენი ადამიანი ვერ მოითმეს და კვერთხების წუზით, კი ბატონო, ეხლა რა მომენტი არის კიდე პირდაპირ გეტყვით, ეხლა დაიწყებენ, რომ აი კარმული თვა რა მნიშვნელობა აქვს? აი ზუსტად დღეს საუბრობდი ერთ-ერთ კონსულტაციაზე პირადზე, რომ ესეთი სიტუაცია იყო, რომ იქნებაო კარმულიაო და ჩემი არ არის. მოდით მაშინ ყვავდეს ყოველთვის ახალი პარტნიორი და მოდი იცი რა კარმული იყო და ჩემი არ იყო კარმული. ანუ ესე სად ვართ, ხო? გამოვიღვიძოთ ხალხო. მე მაგ ვიდეო მიდევს YouTube-ზე, შედით ჩემ არხზე, ან მომწერეთ და ჩაგიგდებთ ჩემ არხს და ნახავთ, იქაც მიდევს.
ჩვენი კარმული პარტნიორი შესაძლებელია თუ რა იყოს მთელი ცხოვრების თანამგზავრი. რა თქმა უნდა, კარმული პარტნიორისგან ჩვენ რა მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ, პარტნიორი რო არის კარმულია, აბა რა არის? ურთიერთობას რო სწავლობთ, შეიძლება ეხა 2 კვირა რო ურთიერთობა გაქვთ, ის იმასაც დაჟე შეიძლება თქვათ, რომ კარმულია. ნახეთ, რადგან კარმულია, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი არ არის და ჩვენი არ არის. მიხვდით, არ შეიძლება ამის თქმა. რა თქმა უნდა, რომ პირიქით კარმული ადამიანი თუ მე მთელი ცხოვრება მეყოლება, ესე იგი იმისგან რამდენი რამე მისწავლია, ჩემგან მას რამდენი რამე უსწავლია, რამდენი რამე გაგვივლია ერთად, ხო? ამიტომ ესე თქმა, რომ კარმულია, უეჭველი, მოგზავნილია. რა მნიშვნელობა აქვს მოგზავნილია სამყაროსგან თუ არ არის მოგზავნილი? ესე იგი ესე იყო საჭირო, რომ ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში ყოფილიყო, მაგრამ ის რომ კარმულია და ერთ წუთში ვფიქრობთ და მეორე წუთში ეს თუ კარმული იყო, მე აღარ მჭირდებაო. აი ზუსტად დღეს მაგაზე ვსაუბრობდი, არამც და არამც. პირიქით, რაც უფრო კარმულია და რაც უფრო მეტს სწავლობთ მისგან და თქვენგანაც მეტს სწავლობს ეს ადამიანი, ხო უფრო ეცნობით ერთმანეთს, ხო? პლუს ამას თუ სექსუალური ურთიერთობაც გვაქვს, ხო? ანუ ხო უნდა გაიაზროთ ხოლმე, როდესაც ვიძახით, ანუ მოდაში შემოვიდა ეს სიტყვა. და რადგან მოდაშია კარმული სიტყვა, იმას არ ნიშნავს, რომ რადგან კარმული არის, აუცილებლად უნდა დავშორდე ამ ადამიანს. რა სისულელე არ შეიძლება ესე ნახეთ, მიხვდით, ამის თქმა არ შეიძლება. ამიტომ ეხა ურთიერთობა მე 15 წელი მქონდა, ხო, მყავს შვილები და ეს და კარმული იყო და აბა ჰეპაკა, ხო? ის რა თქმა უნდა მოხდა დაინგრა, ხდება, ყველაფერი ხდება, ხო, ცხოვრებაში. მაგრამ კარმული თუ იყო, ბევრი რამეც ვისწავლე, მანაც ჩემგან ბევრი რამე ისწავლა. მაგრამ ნახეთ, კიდევ ვიმეორებ, ეხა ვინმე რო გამოჩნდეს, თქვა და ახალი, ხო, ჩემთან, თქვენთან, ეს მაინც კარმული იქნება და არ მჭირდება. აი, მიხვდით რის თქმა მინდა, სწორად მინდა აღიქვათ მე რასაც საუბრობ. იმიტომ რომ ეს სიტყვა მოდაში შემოვიდა და იმიტომ რომ კარმულმა ურთიერთობამ შეიძლება გული აგაცრუებინოთ, მსგავსი რამე არის მიუღებელი. აი, ამიტომ პირიქით, კარმულია, რა თქმა უნდა ისწავლოთ, უნდა გაიზარდოთ, კიდევ უფრო მეტი უნდა გაიგოთ. ამიტომ მით უმეტეს კიდევ უკეთესია თუ კარმულია, ძალიან ბევრ რამეს ისწავლით ერთმანეთისგან. ამიტომ არც კი გაბედოთ გულისაცრუება ამ ადამიანზე, მიხვდით, იმიტომ რომ რაღაცა აი სიტუაცია ისე ვერ აიწყო და უიეთყობა კარმულია. ამიტომ ნუ საქართველოში იციან, ხო, ესე რაღაცა ერთ სიტყვას ამოიჩემებენ და მორჩა. ამიტომ ძალიან გთხოვთ ხოლმე, რომ აი ეს სხვის აზრებით და ანუ თქვენი აზრით იყავით, თქვენი აზრით გადაწყვიტეთ და კარმული ქვია ამას თუ მეგობრული ქვია, სექსუალური ქვია თუ რა ქვია, ესე იგი რადგან ამდენი ხანი შემორჩით და რადგან ესე შინაგანად ერთმანეთს გრძნობთ და აი ეს მიჯაჭვულობა გაქვთ ამისთვისაც იმპერატრიცა ხართ, ესე იგი იდეალური თანწყობა გქონდათ ხალხო. ჩემო მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, რა ვიცი, ვინც მისმენთ, ხო? კარგით, ვნახოთ მენატრები თუ არა. ფიქრი არის აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე თქვენზე, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ხედავ აქ, სიტუაცია ჯერჯერობით კი ბატონო, ჩამოკიდებულდა ინახეთ მდგომარეობაში, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩამოიხსნება ეს ადამიანი, მაგრამ ილუზიებით და განდეგილით რაღაცა მოხდა. მე იმიტომ ვიძახი, რომ იქ ტრანსფორმაცია და აქ ილუზორული იმდენად დიდი მონატრება აქვს, მე ვერ მოგატყობთ, მონატრება აქვს საოცარი ადამიანს. ნახეთ, ილუზიებში აბსოლუტურად ჩემი ფრჩხილები არ შეიმჩნევთ, ნახეთ რა დღეში მაქვს წმენდების დროს, ყველანაირი ფერი მაქვს ხელებზე. და ნახეთ, აი ზუსტად მინდა რომ ასე ვთქვათ, მივხვდეთ რა ხდება აქ, იმიტომ საოცარი დასტა გრძნობებისთვის ეს. განდეგილში კი არის გადასული ურთიერთობა ჯერჯერობით კი არ დაპაუზებული, მე არც მიკვირს ტრანსფორმაციაში როცა ვართ ფაქტივ ეგრეა, განდეგილში ვართ, ხო, აპათიაში ვართ, ემოციების განულებაში ვართ, მაგრამ იმხელა ფიქრები აქვს, იმხელა მონატრება აქვს, აი ეს ილუზორული მომენტები, ერთად გატარებულ სიტუაციებს იხსენებს, იმ მოფერებას იხსენებს, იმ ჩახტებას იხსენებს, რაღაცა საოცარი გაკავშირებდათ. ამიტომ მე ვერ მოგატყობთ, მონატრება არის აქ რაღაცა ძალიან სერიოზულში, იმიტომ გეუბნებით. პირდაპირ გეუბნებით. აქ შეეშინდა ადამიანს. რაღაცა სერიოზულში გადადიოდა სიტუაცია და მან დაიხია უკან. არ ვიცი, სტაბილურში იმყოფებოდით ქალბატონები, რამე მოხდა სამწუხაროდ საქართველოში, ხო? ცოტა არის და გინდათ საზღვარგარეთ მყოფი ქართველები. ცოტა არიან და გინდათ უცხოელები, ხო? რომ ესე თამამად გადადგა ნაბიჯი სტაბილურ ურთიერთობაში ანუ კიდევ მე მეუღლესთან გაშორებული, მაგრამ შვილები ყავს ხო ამ კაცს რაღაცა შეაშინა იმ ყველაფერმა
და ადამიანი ჩვეულებრივად გაიპარა, ოღონდ დროებით გაიპარა, ეს თქვენ გარეშე ვერ გაძლევს მონატრება იმ ხელად. ხო, მაგრამ ყველაზე მთავარი მე რაც მიხარია, ესე იგი თქვენთან დაკავშირებით ეს სერიოზულად ფიქრობდა. თქვენ აქ უმეტესობა სექსუალური ურთიერთობა გქონდათ, ნახოთ რჩევაში რა მოგება და გეტყვით მე, სხვა შორის გამიხარდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რჩევაში სიტუაცია შემოდის, რაღაცა გაგახარებთ, რაღაცა სიტუაციები წამოვა, რაღაც შეტყობინებასაც მიიღებთ, მაინც გაურკვეველ მდგომარეობაში ორიანის ხმლებში არჩევანს ვერ აკეთებთ, ვერც ის და ვერც თქვენ. ნახოთ, კიდე უნდა ვნახო რჩევა რა ხდება. ყოველ შემთხვევაში მე გამიხარდა ეს, რომ აი ეს ემოცია და ეს ილუზორული და ეს ფიქრები აქვს ჩახუტება, ენატრება, მოფერება, ენატრება. აი ყველა დეტალს იხსენებს თქვენთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც ჩანს იდეალურად ეცნობოდით სექსუალურ ურთიერთობაში და ისეც ხასიათებში ძალიან მნიშვნელოვანია, ვნახოთ რჩევა. ოხ, რამდენი რამე ასწავლეთ ხალხო ამ ადამიანს და თქვენგანაც რამდენი რამე ისწავლა, კვერთხების მეფეა. პირდაპირ, როგორ გითხრათ, აი სექსუალური, არ ვიცი, აი მწვერვალებს რო იპყრობენ სექსუალურ ურთიერთობაში, აი ესეთი მეფე გყავდათ. იმიტომაც ვერ ივიწყებთ და ვერც ის ვერ გივიწყებთ, იმიტომ რომ თქვენც იდეალურად იყავით მისთვის. აი როგორც ეს იყო სექსუალურ კონტექსტში ესე მორგებული თქვენზე, ისე თქვენ იყავით მასზე. მიხვდით, ორივე ავსებდით, იმიტომ გითხარით, ძალიან ავსებდით ერთმანეთს. ეს იშვიათია, არ მგონია, ეს არ დაგანებებთ თავს. ნახოთ, რჩევაში ეს ადამიანი ქმედებაში რას იზავს, ოღონდ რჩევა. ეგოისტობა ჩაერთო. ეხლა ნახეთ რა მოხდა, როგორც ჩანს აქ რაღაცა სიტუაცია. კარგად, აი კი ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ რო არის რომ რაღაცაზე გავბრაზდით, გავიბუსხეთ, გაგებუტე, აღარ გელაპარაკებიო, ხო იცით, დაახლოებით აი ამ სიტუაციაში რაღაცაზე იჩხუბეთ, იკამათეთ და მაგრამ აი ეს ეგოისტობა რო ჩაერთვება ცოტა ხანში და ეს მონატრება რაც აქ ესე პატარა ბავშვით რო ზის და მთელი ღამე თქვენზე ფიქრობს და ნერვიულობს და ესე განმარტოებით არის რო წამოუვლის ერთ დღესაც და რომ მიხვდება რომ ჩემი თასების დედოფალი, ჩემი თასების ქალბატონი, ჩემი არ ვიცი, აი როგორ მავსებდა და მასთან ერთად ვიყავი, ერთი იყავით. თქვენ და ის ადამიანი იყავით ერთი, მიხვდით? მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ზომიერებას ინარჩუნებს და რუიანის ხმლებში ჯერჯერობით ხელფეხი აქვს შეკრული, იმიტომ აქ ხელფეხი შეკრული, რომ შეეშინდა, აღო. აი ზუსტად შეეშინდა, აი კაც როგორ უნდა შეგეშინდეს, პირადი ურთიერთობამ რა უნდა გადაწონოს, კარგით? და ოპა, აი ამას ველოდი, აი გულმა მიგრძნო ეთყობა რა ქმედებაში, რჩევაში რა იქნება, ქმედება და რჩევა. ვერ მოითმენს. არ ვიცი ზოგ სამსახურში მოგადგებათ, არ ვიცი რა იქნება, არ ვიცი სახლთან მოგადგებათ, ქურუმი ხართ, ჩემო ძვირფასებო. იმპერატრიცას როლი ხო გქონდათ მორგებული ურთიერთობაში, პლუს ამას ქურუმი. ვერ გივიწყებთ ქალი, რომელსაც ყველას ეშინია. ქურუმი ქალისგან წასვლა არავის არ უნდა, ქურუმი ქალი, რომელსაც შავ-თეთრი ცხოვრება გავლილი აქვს, იმიტომ გითხარით სწორად, რომელიღაცა გაშორებულები ხართ, როგორც ჩანს აქ ნახევარზე მეტი ვინც მიხურებთ ქალბატონები დაშორებულები ხართ და როგორც ჩანს ამბით ცოლი არაფერი და შეეშინდა. იფიქრა რომ რაღაცა დიდი პრობლემები შეექმნებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ პაუზა აქვს, გადალახავს ამ ყველაფერს ამ პერიოდს გაივლის, იმიტომ რომ აი ეს ენატრება, აი ესეთი საოცარი შეყვარებულების არკანი აქვს ნათემხილველის დასტრის. თორე რაიდერის შეყვარებული აბსოლუტურად სხვა რამეს მეტყველებს და სხვა რამეს საუბრობს, ამიტომ ეს არის საოცრება, ელოდეთ სიახლეებს, ეს ვერ დაგივიწყებთ კი არა. გამორიცხულია ეს ამას მონატრება ეხლა რომ წამოუვლის თქვენ ნახავთ რა იქნება. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, თუ ვინმე ფიქრობთ რომ ვიღაცასთან მესამე პირი იყო ჩართული, თუ ვინმე გინდა დედა, ბებია, პაპა, არა ვიცი, ვინმე ყოფილი ცოლი ხო, აი დღეს ზუსტად ასეთებთან დავიწყე მუშაობა, მქონდა ეს შემთხვევები ძალიან ბევრი. თუ ვინმე მსგავს რამეს ფიქრობთ, აუცილებლად პირადში მოწერეთ. ასევე დამტოვოთ პროფესორ ჩეტყობინება WhatsApp, Viber, Telegram-ი. მაქსიმალურად დაგეხმარებით ბლოგშიც ჩავსავთ ყველაფერი, თუ რა თქმა უნდა, ნახეთ რომ თქვენია ეს ადამიანი და ნახე რომ ნამდვილად თქვენია და თქვენ გეკუთვნით, ესე რომ მე მინდა და ეს ჩემი გახდეს, ეგრე არა. ესეთი რაღაცები არ მომწეროთ. ამიტომ რაც შემიძლება დაგეხმარებით ჩემო კარგებო, აქ ესეთი ემოცია და სიყვარული, აქ ესეთი მონატრება არის, რომ თუ ვინმე მაინც ფიქრობთ გულში, რომ რაღაცა მესამე პირი ურევია ამ ყველაფერს, აუცილებლად
იმიტომ რომ ბლოკებსაც ხსნით და პლუს ამას ჩიხშიც ვაგდებთ მესამე ადამიანს. რომ ხელი აღარ შეგიშალოთ ურთიერთობის განვითარებაში. ეს იყო დღევანდელი გაშლა. მე ვფიქრობ ძალიან საოცარი გაშლა გამოვიდა და კმაყოფილები იქნებით ჩემო ძვირფასებო და YouTube-ზე რო ავტვირთავ კომენტარებში გელოდებით, ასევე პირადში მომწერეთ, TikTok-ზე კომენტარები დაბლოკილი მაქვს და პირადში შეგიძლიათ მომწეროთ პირადი გაშლები, ტაროს შესწავლაც მენდები, მესამე პირის ჩამოშორება ბლოგში ჩაგდება, ხო, რაც როგორ საჭიროა უკვე რომ ვნახავთ, ამ ყველაფერზე მწერთ პირადში. ეხლა დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ძალიან ყველა დროებით.